ახლა ხო გავაკეთე ბეტონის ოქმი Excel-ის ფაილში. ეს რაც ყველაზე მეტად მინდოდა რომ გამეკეთებია და რა ვიცი როგორც იქნა მის გაკეთებას მორჩი. იტოქში Excel-ში იმიტომ მინდოდა მის გაკეთება რომ ავტომატურად გამოითვალაგდები რაღაცა დაგვიმატეს ამათ მაინც ფართობი, მოცულობა, სიმკვრივე და კილონიუტონი, ამას ჩვენ ადრე არ წერდით ვაფშე არც ერთ უში არის ხო და ეხა ისინი ყველა უნდა ითვალო სათითაოდ რა კუბიკს რო გაკეთებენ ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს გინდა აკრედიტაციისთვისაც და იმათ ოქშიც უნდა ჩაწერო და ისედაც ან ოქის ფორმატიდან ისედ გავგიკეთეს სხვანაირად ვერ იმას იწამ რა ვერ ჩაწ ხო და ეხა ჩვენ რო იქ უკვე მე რო ჟურნალი გავაკეთე უფრო გამარტივებული იქნება ამ პონჩი რომ იქ ჟურნალში ხო გვაქვს წონას რო ჩაწერი და რაღაცას იმასაც სიმკვრივესაც თავისი თითვლის და იმასაც რა ქვია იმას კილონიუტონს ხო და ეხა სიტყვაზე რომ რაღაცა იყოს ან ჟურნალში არ გვეწეროს ან ჟურნალთან არ გქონდეს ტომა ან რაღაცა ისედაც ხელით რო არ ჩაწერო ყველაფერს სათითაოდ რო არ გამოთვალო რას რამდენი უწევს კილონიუტონი იქნება რაღაცა ანალოგიურად როგორც იქ ჟურნალში შეგვაქვს წონა და ითვლის სიმკვრივეს და შეგაქ კუმშვა სიმტკიცეზე MPa ანალოგიურად გამოითვლის ამ კილონიუტონსაც იგივენაირი ანუ განსხვავება ვიზუალურად და არაფერი არა ეხა ეს ჩემი გაკეთებული არის იმაში Excel-ის ფაილში ეხა მე გაჩვენებ ოფიციალური რაც გვაქვს იმაში რა აკრედიტაციამ ლილამ რაც გავგვიკეთა ესეთი არის და ну აი აქ რაღაცებს ჩატერ ნიმუშის მიღების თარიღი დასახელება ადგილი ამღებ ხარ რაღაცა ყველაფერი ეს ხელითაა ჩაწერი და მე უკვე იწყებ მის ჩაწერას რა ნიმუშებს ახლა ყველა უნდა დაიწყო თარიღი რაღაცა ისა რა ქვია მას როდისაა კუბიკი აღებული მე გამოსცა როდის უწევს სიტყვაზე 28 დღეზე რაღაცა ეს 11 რაღაცი ის და მე კიდე ცალკე უნდა თვალა კაროჩე იდოქში გაკეთებით ძნელი კი არა აპროსტა დროს მოითხოვს ახლა სიტყვაზე აქ რო ერთ ოქმს გავაკეთებ Excel-ში გაკეთებული იქნება 4-5 ოქ. ნუ ახლა ჩემთვის ამარტო იმიტომ რომ მაინც მე უნდა გავაკეთო ეს ოქმები არ სიტყვაზე ვამბობ რა ისედაც რო არ შეცდე და რაღაცა ან არასწორად გამრავლო და გავიწეს ან რაღაცა მაგიტო იმას ვქენი იგივე ანალოგიურად ჩვეულებრივი ნიმუშის ზომები სიგრძე სიგანის სიმაღლე ფართობი სიმკვრივე მოვიძალა კუმშვა. ეხლა ესეთია იგივენაირად Excel-ში სიგრძე სიგანე სიმაღლე ფართობი მოცულობა წონა სიმკვრივე მოვიძალა კუმშვა. ну აქ ჩაწერს დამკვეთი ვინც იქნება საერთოდ ძირითადად დამკვეთი ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის იქნება ისა რა ქვია იმას Georgian development ხო იმიტომ რომ ეხა ჩვენ დამკვეთებელი ლაბორატორია ვარ და მაგათ კუბიკებს ვერებ ну აქ ჩაწერს იყოს Georgian developments ნიმუშის მიღების თარიღი როცა გავიღებთ ნიმუშებს ეს არჩევა საკონტროლო ნიმუშების ზომით 15 ნიმუშის აღების ადგილი ახლა თუ ქარხანაში იქნება აღებული ჩვეულებრივად მივაწერთ ბაში Georgian development 2023 და თუ ობიექტზე მივიდივართ სიტყვაზე რა ვიცი ვისი ობიექტი იქნება აყოლევი თუ იქნება მიაწერ ყოლევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა თუ რაღაც რა ვიცი როგორცა ამღები მხარე ჩვენ ვიქნებით თავისთავად აქტის ნომერი ეს უკვე უნდა დავიწყოთ, რაც გაგის ოქმები მიდან უნდა გავაგრძელოთ, გარემო პირობები, ტემპერატურა ჩავწერთ, ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, ну ეს ამას დავამთხოთ აქტის აღების თარიღი რაც იქნება. და ეს რის მიხედვითაა რა სტანდარტები გოსტით და იენით ბეტონის კლასიდან წარმოებელი, ამ წარმოებელში იქნება ჩვენ ბეტონს ინჯავთ და ჩვენ ბეტონზე ვიღებთ კუბიკებს, ისე Georgian development ახლა სხვა თუ მოვა ვიღაცა და სხვა ბეტონს თავისთავად იმას ჩაწერთ. ну კაი მოკლედ ერთადერთი აქ რაც გექნება ნახე მითითებულია ნიმუშის ასაკი 28 დღე ეს იქნება 28 დღიანი ოქ ანალოგიური იქნება ჩვეულებრივად 7 დღიანი ოქმი 14 დღიანი ანუ 7 დღეზე თავისით გამოითვლის რა ქვია იმას 28 დღეზე თავისი 14 დღეზე თავისი თუ სიტყვაზე მოთხოვნა იქნებათ რომ ერთად ჭირდებათ ოქმი, ანუ მაგალითად 7 დღე 14 დღე 28 დღე იყოს, აქ ჩვეულებრივად სიტყვაზე რამდენ კუბიკს სინჯაო. რო გვეცოდინება უკვე სიტყვა თუ სინჯავენ 7 დღეზე 2 კუბიკს, ეს 2 გრაფა იქნება 7 დღის.
ეს ორი გრაფა კიდე იქნება 14 დღის და სიტყვაზე 28 დღეზე 3 სინჯავი დავამატებ ერთ გრაფას და ესენი იქნება 28 დღისთვის. ანუ რეალურად ეს რიცხვები ითვლის რომ რამდენი დღე გადის რა შემდეგ, ანუ რამდენი დღის შემდეგ უწევს. ხო და ჩვეულებრივად ნახე მარტივად არაფრის ის არ უნდა ზედმეტი გავისით გამოიწვის. მაგალითად კუბიკები ავიღეთ, დაყალიბდა 0,9 0,3 2024. აქაც ის ამ დროპი უნდა რა, დროპით უნდა ჩაწერო 0,9 0,3 2024. ახლა 9-ში 19-ს აღებული და გადაეცვა მოუწია 6 აპრილს. ახლა ჩვენ ძირითადად ხომ შეიძლება დღეებზე შემიძლია გასინჯო, შეიძლება 2 დღის მერე გასინჯოს და მე-10 დღეს და რაღაცა როცა არ გაკონტროლებენ, მაგრამ ოფიციალურად ოქში ხო ესე უნდა იყოს. ხო და იქაც კიდე რო არ შეგეშალო და რო არ დაგავიწყდე და გამოთვლა როდის უწევს პირდაპირ გამოითვლის თავისით. სიტყვაზე მაგალითად ეს 3 კუბიკი გავტესტედი იყო 9 მარტის ესე უნდა გავაკეთებდი. 9 მარტის იყო ეს 3 კუბიკი. ოცდაორ დღე უწევს და დანარჩენი 3 სიტყვაზე იყო 10 მარტის. ესენი კიდე ცალ-ცალკე რო არ წერო ნახე, აგერ ამას ავიღებ. ჩამოვწევ ქვევით. და პირდაპირ 10 მარტია. ახლა იქ Word-ში ცალ-ცალკე უნდა დაწერო 10 მარტი რაღაცა ისე. აგერ იქნება 28 დღე. უწევს გატესტვა სიტყვაზე ამათ 6 აპრილს 7 აპრილს. ეს სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, ფართობი და მოცულობა თითქმის არ რჩება ერთნაირი, იმიტომ რომ ეხლა სტანდარტულად ჩვენ კუბიკები უნდა ავიღოთ 15-15-15. სიგრძე, სიგანეზე რო გაამრავლე, ფართობი გამოვა 225 სანტიმეტრი კვადრატი. და ფართობს კიდე რო სიმაღლეზე გავამრავლებ 15-ზე, ეს უკვე გამოდის 3315 სანტიმეტრი კუბი. ესენი ძირითადად იგივე დარჩება ეხლა ხო არ ჩაწერს შენ სიტყვაზე 14 და 8 კუბიკი ან 14 და 7 ან რაღაცა გეტყვის აკრედიტაცია ადეკვიზია კუბიკის აღება ისწავლება რაღაც ზუსტად ზომებს ამჯდება იქ მაგრამ დაგში ამად დატოვებ რა იქნება ესე და ეხლა ბოლო რაღაცა 15-20 ოქში ერთხელ გავურევ რო რაღაცა ერთი ისე სიგანია სიმაღლე რაღაცა ჩამოტყდა ან რაღაც წონა ну წონის შეყვანა ყველა ვარიანტში მოგიწევს სიტყვაზე რა ვიცი 7 და 985 და ნუ 8 კილოზე გამოდის 2370 ეს სიმკრივეს გამოგეთვლის თავისით 7 და 959 ეს რა დაიცა თელიანობაზეა დაყენებული მგონი 7 და 985 ესენი ძიმით უნდა ჩაწერო ზორ წერტილით არის წერება ახლა 7 და 985 და გამოვიდა 2365 მეორე 8 და 022 გამოვიდა 2376 89 8 და 047 2384 და ხო ავტომატურად ითვლის რა ამ იმას რა ქვია მას სიმკრივე რამდენი იქნება და ხა MP-ა ანუ რო გადასთავ კუბიკს უკვე რო გეცოდინე რომ სტუაზე არის 35 და 32 ეს უკვე უნდა წერტილით 797 და 70 მაგალითად 37 და 12 835 და 20 29 და 11 გამოვა 879 და 98 ეხლა აქ ნახე გთხოვს 28 დღიანი საშუალო შედეგს ანუ ესენი აქ უნდა იყოს გრაფაში და ეხლა ესენი ხელახლა უნდა დაითვალო ამას უნდა მივუმატო ეს და რაც იქნება დანარჩენი და მე უნდა გაყო რამდენიც იქნება საშუალო რომ გამოიანგარიშო აქ ნახე ფორმულა ჩავამატე პირდაპირ ითვლის თავის ნახე
ესეც რო არ დაითვალო Excel-ს ისედაც კაი რაღაცა აქვს, მაგიტომ მინდოდა Excel-ში ნახე, აგერ რო ჩამოუყვევი, აგერ გიჩვენებს საშუალო რამდენი გამოდის რა, ანუ რამდენი არის ისა რაოდენობა და საშუალოდ თვითონ გითვლის. მაგრამ ხელი მეც უნდა ადგე და უნდა გადაწერო და უნდა გადაიტანო იმაში და აქ პირდაპირ თავის გამოიწვლის აგერ დაგიმგვალებს და ჩაგიწერ და ანალოგიურადაა ესენიც რა ამათ გადაითვლის და საშუალო გამოითვლებ. ლაბორატორიის უფროსი ბერიძე და შემსრულებელი ცოტა ხოშტარია მოვაწერ ხელს და იმას იზამ. რა ვიტოქში ეს ჯობია რა. იგივენაირად ეხლა რა ვიცი მე არაფერი არ შემიცვლი აქ ჩაულებრივად ყველაფერია რომ გადახედავს ველი იმის ფაილს ახავა და სახელება მიღების თარიღი დასახელება ადგილი აღების აქტის ტემპერატურა და ლოგო და ისა. და მაინც თუ ვინიცობა და რაღაცა ეს Excel-ის ფორმები გქონდეს ჩვენ, ანუ ეს ახლა ამას ფურცელზე რო ამობეში თავის თითქმის იგივენაირი იქნება, არანაირ განსხვავებული იქნება, ახლა ფურცელზე 1 სანტიმეტრი ზევით იქნება თუ ქვევით იქნება. ესენი გქონდეს ჩვენ და თუ რაღაცა იქნება ლეილო და იმათ ოფიციალური აკრედიტაციაში გადასაგზავნი, გაუგზავნოთ იმ თავისი ვორდების ფაილით, რაც აქვს გაკეთებული, რაც გამოგიგზავნეს. და ქვია მას ართულემე საქმეს არის ეს Excel-ი ეს დედამოწმულია შეიძლება ამის იმით გაკეთება ფორმულები რატო გაწვალებენ მაინც ვერ ხვდები მაგრამ მე ხომ მითხრა ბოლოს გააკეთეო შენ Excel-ში იდოქში ესე იქნება რა ესენ გამოვიყენოთ ჩვენთვის და ახლა ბევრი რო აღარ მოგიწიოს ამდენი პროსტა ჩაწერთ აყალიბების თარიღს წონას MP-ს და შევ მთელი ოქმი გაკეთებული იქნება მე ისე გავაკეთებ ამას რომ ეს 28 დღეზეც იყოს 7 დღიანი ოქმიც იყოს და 14 დღიანი. ნუ 3 დღიანი ნებისმიერ შეიძლება ხაკ სიტყვაზე თუ არ გინდა რომ მაგალითად სიტყვაზე ექვსი ვეკუბიკს არ ტესტავ, ხო? ჩვეულებრივად ნახე, ამათ წაშლი ამ 3-ს. ხო და? ნუ ესენი ისედაც წაშლილი არის აგ. ამასაც ჩვეულებრივად ამოშლი და თო რა. ამან შეიძლება იმოგიწევს ესენიც. იდოქში ესაა რა ვიცი ახლა გადახედე მე შენს რა მე მგონი ჯობია ესე მარტივად ეს მე თავიდანვე ამოვდი ამას რომ გავაკეთებ მეთქი მე იმან თავიდან ვარი თქვა მე დამთავრდა რომ ნახა თვითონაც რომ მარტივი იყო და ესე ჯობია. ეხლა ესე მინდა გაკეთება ამისი ქვიშის და ღორღისი ორივესი რომ იქ უკვე ძალიან ბევრი რაღაცა რას თვითონ ფორმულება უნდა გამოთხოვოს იქ უფრო წაგვადგენ იმიტომ რომ იქ სულ რიცხვები ახლა აქ იმაზე შედეგს და იმას და იქ საცრული ანალიზი ტენიანობა, ისა რა ქვია მას გაჭუჭყიანი რაღაცა ეს ყველაფერი ფორმულებზეა. თვითონ რეალურადაც ფორმულებზეა და მან უფრო წაგვადგებ. ხო და პროსტა ცოტა ისა რა დროის თემა და შემოტევად, იმიტომ რომ ხელახლა წერა ყველაფერს აღეზინ ყველაფერი ხელახლა მაგაკრეფილი და გადმოტანილი და იმაცაც გავაკეთებ რა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ის ორივეც გავაკეთო. ის ოქმებით და ესე იქნება. ხო და იქაც მარტივად იქნება რა, რომ გაადვილდეს. აი, ამასაც მე ავტვირთავ და გამოვაგზავნე.